მე ვარ ახლა ლიეტუვაში, კაუნასში. საკმაოდ ცივა, ჯერ კიდევ ცივა. გაზაფხული ძალიან ცივი გამოდგა. განსაკუთრებით მაისი, რომელსაც არ ველოდი რომ ესეც ცივი იქნებოდა და თებერვალსაც კი აჯობა სიცივით. თებერვალში უკვე ყავის კურთუკი მეცვა ხოლმე და ეხლა შანსი არ არის მაგისი. თუმცა უკვე ბოლო დღეებია. ასეთი სიცივის და სინესტის, წვიმს. ხოდა გადავწყვიტე რომ სანამ საბოლოოდ გამოიდარებს წავიდე ტყეში, რომელიც არც ისე შორს არის ჩემი სახლიდან. ესაზღვრება პირდაპირ პარკს, რომელიც მდინარე ნემუნასზე არის ასე ვთქვათ გაშენებული. და პარკის რაღაც ნაწილში ექცევა ეს ტყის მასივიც, მაგრამ საკმარისად ღმად თუ შეხვა, იქით უკვე დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები აღარ შეხვდებიან. ასე რომ სანამ ჯერ კიდევ ცივა და შეიძლება ამ ცივი და სველი ტყის ესთეტიკის შეგრძნება არ იმწავა. არ ვიცი არ იქნება თუ არა, რამხელა ტყის მასივია, მაგრამ განახებთ კიდეც რო შევალ და ისედაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იმიტომ რომ ანუ თვალი სადამდე ჩნდება, ბოლომდე ხეებია. ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნები საკმაოდ მწვანეა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქვეყანაა ლიეტუვაც და მე ამით ვტყბები. ან სხვა არაფერი არ შემიძლია. ამიტომ გახდა ალბათ ბევრი კომპანიისთვის სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ისეთ კომპანიების როგორც არის IKEA, ავეჯის კომპანია, მოკლედ ხის მასივი იჩეხება სერიოზულად, მაგრამ მაინც ძალიან მწვანეა აქაურობა. მდინარე ნემუნასში ჯერჯერობით არ მიბანავია და ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ცივა, მაინც და სიცივეზე მეტად კიდევ ის, რომ ქარია და საკმაოდ ქარიანია ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე და ეს იმით აიხსნება, რომ თითქმის არ არსებობს, კი არა და არ არსებობს მთა. არ არსებობს, ესე იგი, შემაკავებელი, რაც შეაკავებდა ამ ქარიანობას. კი, ტყის მასივი საკმაოდ დიდია, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ აი ქალაქისთვის, მაგალითად, ურბანული ადგილებისთვის, სადაც ყოველთვის ხე არ იქნება ყველგან შენ გარშემო, მაინც პრობლემურია ხოლმე და ძირითადად სულ ქარი არის. მაგრამ ულამაზესი აქაურობა, ზე რო გამოდის, მაგასაც განახებთ. სავარაუდოდ ერთ-ორ დღეში გამოვაკვებზე და მაგ დღეებში გადავიდებ კიდე ერთ ვიდეოს და აუცილებლად ვიბანავებ ნემუნასში, ამჯერად მაინც. ხიდიდან სანაპიროზე დავუშვი თუ არა, ამინდმა ესეთი სიურპრიზი გამიკეთა. უკვე საკმაოდ ღრმად ვარ ტყეში. ქალაქის ხმებიც აღარ აღწევს ჩემამდე, ამიტომ მშვიდად ვარ და ტკბები სილამაზით. მაგარ ადგილს მოვედი. ყველაზე მაგარი ჯოხით. ჩვენ მოვედი. გამოდან ამოვედი. მართალია ის. აი იქით მოწავიდე. არც იქით.
სანაპიროზე დაბრუნებულს ჩემი მეგობრები შემომეგებდნენ და მინდა 2-3 სიტყვა გითხრათ მათსაც. აქაურმა ყვავილმა ჩემი ყურადღება მიიქციეს შემოდგომით, როცა წაბლი მწიფდება და ისინი ამ ნაყოფს იტაცებენ ხოლმე ჰაერში, მაღალი სიჩქარით და შემდეგ ეს მოულოდნელად აგდებენ ძირს და მერე ეს ნაჭუჭი ტყდება და შიგნით მერე ნაყოფი ხელმისაწვდომი ხდება მათთვის. ამ მანევრმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდება მოახდინა ჩემზე და დავინტერესდი ყვავების ზოგადი ქცევით. ამასობაში მოსაღამოვდა. ყვავების ეს კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც მე ვაკვირდები, შედგება დაახლოებით 50-დან 100 ინდივიდამდე ყვავისგან. დღის განმავლობაში ისინი საშოვარზე არიან გამოსულები ნემუნასის სამხრეთ ნაპირზე, ანუ ზუსტად იმ ნაპირზე, რომელზეც მე ვიმყოფები. თუმცა, როგორც დავაკვირდი, მზის ჩასვლის შემდეგ, მომენტალურად, სანამ დაბნელდება, ისინი ერთიანად გადადიან ჩრდილოეთ ნაპირზე, ანუ აი ზუსტად პარალელურ მხარეს დინარის გადაღმა. როცა პირველად მათ ამ საქციელს შევესწარი, გულწრფელად ვიტყვი, ვერ მივხვდი რატო გააკეთეს ასე და პირადულადაც კი მივიღე მათი ესეთი საქციელი, რომ მეგონა ჩემგან რამე ეწყინათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყვავების ფრთხილი ბუნებიდან გამომდინარე, მათ არ უყვართ სიბნელეში გადაადგილება. მათ არ უყვართ ზოგადად დიდი რისკის გაწევა. ამიტომაც ისინი დაბნელებამდე რამოდენიმე ათეული წუთით ადრე საბოლოოდ ბინავდებიან. გათენდა მეგობრებო და მე სამუშაო შემომთავაზეს ქალაქ რუკლაში ერთი დღით, რაზეც აუცილებლად დავთანხმდი. მინდა რომ რუკლასაც ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ეს არის ლიეტუვის ის ნაწილი, სადაც ჯერ კიდე ძალიან ესეთი რთულია რა ცხოვრება. არ გულისხმობ მარტო პოსტსაბჭოთა ნაგებობებს, რაც ისედაც მეც ეგეთ კორპუსში გავიზარდე და დარწმუნებული ვარ უმეტესობა თქვენგანის, მაგრამ რაღაც ჯერ ერთი რომ პატარა ქალაქია ძალიან. სულ 3000 კაცი ცხოვრობს თუ არ ვსწრები, გადავამოწმებ მაგას. და აქედან უმეტესობა არის სოციალურად დაუცველი და ცოტა მძიმე ამბები იტრიალებს ხოლმე რა ზოგადად სამეზობლო პრობლემურია ბავშვებში წამლის და ალკოჰოლის მოხმარება ხშირია ოჯახებს აქვთ ალკოჰოლიზმის ისტორია თაობებს აი მაგალითად ახლა რაბინაშიც მუშაობ იქ კარის მეზობელი, ქვედა მეზობელი, ყველა ოჯახის ისტორია აქვთ ალკოჰოლიზმის და თვითონაც დამოკიდებულები არიან. ასევე თვითონ ის ბინაც, როგორც თქვი, სადაც მუშაობ, გაიყიდა კაპიკებში, იმიტომ რომ ვალი ქონდათ, ოჯახს ვინც იქ ცხოვრობდა და სახელმწიფომ გაუყიდა, ანუ რაღაც ესე არაკეთილსინდისიერად არ ხდება საბოლოო ჯამში. ეგ აყიდვებიც, მაგრამ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მძიმე გარემოა და იგრძნობა. ბავშვებიც, რა ვიცი, ახლა დილის 12 საათია, შუა დღის 12 საათია და ერთი 3-4 კაცი ისეთ ვნახე უკვე, რომ ფეხზე ძლივს დგას უკვე რა, ისეთი მთრალი იყვნენ და თუმცა არის მაინც რაღაცა არის, ნოსტალგიური არაა, თითქოს შეგიძლია რაღაც ნათელის მოძებნაც რა აქ. წავედი ხა გავაგზავნო მუშაობა.
ცლით სავსე ბოთლი იყო კუთხეში და ზედფეხზე დამესხა. რუკლა გამოირჩევა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა რაოდენობით, არამედ იმითაც, რომ ამ ქალაქში შეხვდებით ძალიან ბევრ სამხედრო პირს. ეს კი იმით აიხსნება, რომ რუკლას მიმდებარედ არის ნატოს სამხედრო ბაზა. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ რუკლაში აღარაფერი გვესაქმება და წავედით ახალ ლოკაციაზე. ძალიან ლამაზ ადგილას მოვედით. სოფელი კაშპარისკას, რომელიც არის იდეალური ადგილი ალბათ ყველაფრისთვის. პატარა სამუშაო აქაც დარჩა. მაგრამ განახებთ რა ადგილია საერთოდ და ისეთ სიმშვიდეა, რომ დღეს ნემუნას უმიზნებდი და რა ვიცი, აქ შემოთავაზეს ბანაობა. ცოტა არ იყოს და არ ვიცი მინდა თუ არა. 5 მეტრიაო, ეხლა არ ეტყობა რომ 5 მეტრია, მაგრამ ჭაობივით არის მოკლედ. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს მე არ ყოფილვარ. მე ეს არ მიქნია. პირველად ზუსტად ამ ადგილას ვიმუშავე შემოდგომაზე და მერე მეორედ უკვე ზამთარში. მაგრამ უკვე თებერვალი იყო და თუ ვიპოვე სურათები ან ვიდეოები, აუცილებლად განახებთ. გუშინ გვიან დაუბრუნდი კაუნასში. სამაგიეროდ დღეს მეგობრებო დათბა როგორც იქნა 20 გრადუსია. ზეა საბანაო ამინდია და ზუსტადაც რომ საბანაოდ მივდივარ ნემუნასში. შეხედეთ სად დაუბრუნდი და რა ამინდია დღეს. გენიალური ამინდია. ეხლა მოვიდნე. ცივი წყალია, მაგრამ აცოცხლებელი წყალია. ძალიან სუფთა წყალი არის და ბევრი წყალმცენარეა, რაც ფილტრავს წყალს და ბევრი ფრინველია.
როგორც ნახეთ, მაგრამ იქით კიდე უფრო მეტი არის გედებიც, იხვები არის ძალიან ბევრი. თოლიები და ყვავები. საღამოს დავბრუნდები აქ. ცოტას ვაჭმევ ყვავებს და თან კიდე მოგიყვებით ცოტას მათ შესახებ. საღამოა, დავბრუნდი პარკში, ჯერ ბევრი ხალხია, მაგრამ თან მარტო ხალხმრავლობა არ არის. ჩიტმრავლობაც არის. განახებთ ახლა. რაღაცას დატრიალებენ და ვერ მივხვდი რას. და ჩემი მეგობრები გამოჩნდნენ ჰორიზონტზე. აი, აქ არის დამინახა. იდეაში ყვავების დასაყურებლად მოვიდი, მაგრამ მეც ვშია და შევჭამ ახლა და მერე დავიწყებ მათ დაპყურებასაც. აი მოვიდნენ, იქით იხვებ მათ. აი, რა საჭმელი თავიდან. აი, მოვიდნენ ჩემი მეგობრები. ახალი მეგობრებიც გავიჩინე აქ. შემომიერთნენ. ხო, თოლიები და ყვავები რაღაც დაპირისპირებულები არიან და სადაც ერთი საზოგადოება ჭამს, მეორე არ ერევა რა ამ ამბავში. და იხვები როგორც ჩანს, აი პირველად შემოგვიერთნენ. ეს სილამაზე უნდა დავაფიქსირო. ეს სილამაზე. ამოდი, შეიძლება გვერდდება? გვერდებიან? აი, კიდე ერთი. მოდი შემოგვიერთდეთ. მინდოდა დამეფიქსირებინა როგორ ხდებიან თავიანთ ხეზე ყვავები და შეიძლება კიდე მოვასწრო. იმიტომ რომ ეხლა ყველა ერთიანად გაფრინდა როგორც შევიეთ ხოლმე, მაგრამ სანამ თავიანთ ხეზე შეიკრიბებიან, იქამდე მიმოფანტულ ოჯახის წევრებს აგროვებენ ხოლმე რაღაც ეს არის აქ ტყის მასივი არის მეორე მხარესაც ნაპირის და იქ მიმოფანტულ ოჯახის წევრებს აგროვებენ, ეძახიან. ამიტომაც ამ პერიოდში ხშირად გაიგონებთ ყვავების ხმას და მერე გროვდებიან და ერთიანად მიდიან იმ ხეზე, რომელიც აირჩიეს. და ეხლა მეც მივდივარ იმ ხეზე, რომელიც შემთხვევით შემხვდა იდეაში და დავინახე, რომ მანდ მოკალათებული იყო დაახლოებით 50 ყვავი, სავსე იყო ხე ყვავებით და როგორც მივხვდი, მე რამდენჯერმე კიდე დავაკვირდი და როგორც მივხვდი, ამ ხეზე იკრიბებიან ხოლმე, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი სახლი, ასე ვთქვათ. თუმცა სიახლოვეშიც რამდენიმე ხეზე ნაწილდებიან ხოლმე სხვაებიც, მაგრამ ის არის მთავარი, სადაც ზის ყველა და აი ამ დროს უკვე როცა მზე ჩადის, ისინი ან საერთოდ აღარ დაფრინავენ, ან მაქსიმალურად ამცირებენ გადაადგილებას. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან ფრთხილი ბუნებისანი არიან და რომც მოგინდეთ, აი მაგალითად გინდა რომ აჭამო. თავიდან შეიძლება არც მოვიდნენ საერთოდ და ან თუ მოვლენ საკმაოდ დიდი დისტანცია შეინარჩუნონ და დიდი ხნის მერეც გაფაციცებულები გაკვირდებიან
რა მომენტში რა მოქმედებას აკეთებ და შეიძლება შენც კი რო არ ამახვილებ ყურადღებას შენს მოქმედებებზე, ისეთ მოქმედებებზე დაფრთხნენ, აი თუნდაც თვალის მოძრაობასაც კი აკვირდებიან, აი შეიძლება იქით იყურებოდე და უცბად თვალი გამოაპარო და ამას დაინახავს აუცილებლად და რაღაც რეაქცია ექნება. უბრალოდ ძალიან ფრთხილები არიან და ძალიან ჭკვიანები არიან. უამრავ დეტალში ვლინდება ეს და ყველაფრის ესე გადმოცემა სავარაუდოდ არ შემიძლია. მომენტში უნდა დაინახო ეს ყველაფერი. ეხლა მივდივარ იმ ხეზე, სადაც მოიკალათებენ ხოლმე. იმედია მივასწრებ და გადავიღებ მომენტს, როცა ყველა ერთად მოფრინდება. ნახეთ, აი ეს არის ის მეორე მხარე, რომელზეც ლაპარაკობდი. ახლა საკმაოდ სიმწვანეა როგორც ჩანს. და აი ამდენი ხიდან ამოირჩიეს ერთი ძალიან უცნაურს ვერ ვიტყვი, მაგრამ საინტერესო ხე, რომელიც არის ყველაზე ახლოს ხიდთან და ყველაზე ახლოს ქალაქთან, იდეაში, გზასთან. ამასაც თავისი მიზეზი აქვს და ამაზე მოგიყვებით. ეხლა თავარია ვერ ხედავ დავასტარი თუ დამასწრეს. გადმოფრენა არა, სავარაუდოდ ჯერ კიდე გროვდებიან. ამიტომაც იმედია გადავიღებ, დავიჭერ იმ მომენტს, როცა ყველა ერთად გრუნდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აი ეს არის ის ხე, რომელზეც ლაპარაკობ. აქ გროვდება 1.50-მდე ყვავი. დანარჩენები ნაწილდებიან აქეთ ხარეს, აი ამ ხეზე მაგალითად და ასევე ელექტრობოძებზე და ლამპიონებზე. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ერთი კარგი სკამი, რომლიდანაც მთელი ამ პროცესის დაკვირვება შეიძლება, ჰორიზონტი ჩანს და ეს ხეც ჩანს და აი ნიშნებსაც შევიტყობ, როცა დაბრუნდებიან და მოვიმარჯვებ კამერას, ეგრევე იქნებ ნაწილი მაინც გადავიღო. ეგრეთ წოდებული ქალაქის ყვავები, ანუ ყვავები, რომლებიც ურბანულ ან ნახევრად ურბანულ გარემოში ბინადრობენ, გამოირჩევენ ერთი ესეთი თვისებით. მოდი აი აქაურობას მე მივაკუთვნებ ნახევრად ურბანულ გარემოს. მათ ახასიათებთ ასეთი საინტერესო თვისება. როცა დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ ხოლმე ველურ მხარეში, საღამოთი, როცა ძირითადად ან ცივა, ნუ მზე ჩადის და ტემპერატურა იკლებს, ისინი ბრუნდებიან ურბანულ ნაწილში ან ურბანულ ნაწილთან. მე სამწუხაროდ საშუალება არ მომცემია ჯერჯერობით, რომ ზამთარში დავაკვირდე მათ ქცევას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაისის დასაწყისში იყო მზის ჩასვლის შემდეგ ყინვები. და ამ ყინვების დროს აქეთ ბრუნდებოდნენ და თავიდან მეგონა, რომ ზოგადად მარტო სიცივეში ბრუნდებოდნენ აქეთ, მაგრამ მე თბილ დღესაც დავაკვირდი და თბილ დღესაც აქეთ ბრუნდებიან. მაგრამ საქმე რაშია? ლამპიონები, რომლებიც ხიდის მთლიან გაყოლებაზეა და ურბანული მხარე, რომელიც ასე თუ ისე რაღაცა სითბოს ასხივებს ზამთარში განსაკუთრებით. იმიტომ რომ ხო ზოგ შუქი აქვს ჩართული, ხო ძირითადად ყველას ადამიანებს რა, შუქი აქვს ჩართული. ქალაქის მხარე ძირითადად განათებულია. ანუ სითბო არის ის, რასაც ეტანებიან ძირითადად, თუმცა არც ისე ღიად. ამიტომაც ირჩევენ ისეთ ადგილს, როგორცაც გაჩვენებთ. აი ამ ნაწილზე ისინი აი პირველი ყვავი მოფრინდა, მაგრამ მგონი ჯერ სხვები არ ჩანან. ეს რაღაცა პირველი მერცხალია, პირველი ყვავია ნამდვილად. ჯერ კიდე დღის შუქია და ამის გამო ჯერ არ ჩანან, მაგრამ უკვე რამდენიმე წუთი დარჩა სავარაუდოდ 10-დან 20 წუთამდე, როცა წესით ისინი დაბრუნდებიან. მზის ჩასვლის მონაცვლეობასთან ერთად ისინიც მათი სახლში დაბრუნებაც მონაცვლეობს. აუ გამომრჩა, ვერ მოვასწარი გადაღება, მაგრამ ესეთი რაღაც მოხდა. ერთი ყვავი დაჯდა და დაუძახა, მოიხმო რა სხვები, უეჭველი. დაიძახა, ესე ვთქვათ. ასე რომ ეხა ველოდები სხვების მოსვლას. ეხსიერება რომ მქონდეს საკმარისი ტელეფონში, კი ვიცი რასაც ვიზავდი, დავდებდი და გადაიღებ და ყველაფერს საერთოდ. რომ საინტერესოა რა, აი პრელუდიის დაფიქსირებაც ამ პროცესის.
მაგრამ ნუ ადგილი არ მაქვს როგორც მიხვდით. ასე რომ სიტყვაზე მენდეთ რას ვთქვი. მინდა რომ დავაფიქსირო ამ ტერიტორიის გარშემო დაფრინავენ. ამ ტერიტორიის გარშემო დაფრინავენ და აგროვებენ ერთმანეთს. ეხლა ერთმა მეორე შეიერთა, იქით კორპუსებისგან კიდე ერთმა რამდენიმე შეიერთა და ნელ-ნელა აქეთაც გადმოდიან. ლამპიონები აიმთო, მეგობრებო, ველოდებით ეხლა მთავარ მოვლენას. მეგობრებო, დიდი ხანი ველოდე, მაგრამ არ გამოჩნდნენ და ამას თავის მიზეზები აქვს. ჰორიზონტზე გამოჩნდა ელვა და ჭექაქუხილი, მოიღრუბლა, აცივდა და როგორც შეამჩნიეთ ეს ხე არის მოშიშვლებულ ადგილას. ითვლება, რომ რისკიანია, იმ გაგებით რომ შეიძლება მეხი დაეცეს. არა მხოლოდ ეს მიზეზი, არამედ ზოგადად ყვავების ფრთხილი ბუნება, როგორც გითხარით, მოიცავს არა მხოლოდ სიფრთხილეს, არამედ სიფრთხილეს ესე ფურცელზე, არამედ იმას, რომ ბუნების ნებისმიერ პატარა ცვლილებასთან ერთად ისინიც იცვლიან ქცევის ნორმებს რა. როგორც გითხარით, ისინი ახლომახლო ტრიალებდნენ, შევამჩნიე და ერთმანეთს ეძახდნენ და გროვდებოდნენ, თუმცა როგორც დავაკვირდი და მე შევამოწმე ინტერნეტში და სწორი აღმოჩნდი, რომ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა ეხლა დღევანდელი მათი გადაძახილები, რასაც იმასთან შედარებით, რასაც მე მიჩვეული ვარ. ხო და როგორც ჩანს, ის როგორც პატარა ეს ჩართეს განგაშივით, რომ შეამოკლეს ეს დრო, ანუ ბუნებრივი რაღაც პატარა რისკების შემთხვევაში ისინი იცვლიან ყველანაირად ქცევით ნორმებს და ბოლომდე ერგებიან ბუნებას. მათ შეუძლიათ ესე მორგებულად შეიცვალონ, ბუნებაზე მორგებულად შეიცვალონ თავიანთი ქცევები. სამაგეროდ ეხლა რა ხდება? მე ვიპოვე ერთი ვიდეო, რომელიც ასახავს, გადაღებული მქონია ოღონდ მესენჯერში მაქვს გაგზავნილი და მივამაგრებ ამ ვიდეოს, განახებთ როგორ გროვდებიან, თუმცა ხო, გული დამწყერო დღეს ესე არ მოხდა, მაგრამ ჭკვიან ადამიანს შეუძლია გაკვეთილი მიიღოს ყველაფრისგან და დღევანდელი დღის გაკვეთილი ის არის, რომ ბუნება არ არის მორგებული ჩვენს წარმოდგენებზე. ისევე როგორც არაფერი თითქმის. ჩვენი წარმოდგენები მხოლოდ ჩვენია. ასე რომ, ეხლა მივამაგრებ ამ ვიდეოს, მათი დაბრუნების ვიდეოს და ამაღამ კი წარმატებებს უსურვებ ყვავებს წვიმისგან თავის არიდებაში და ბუნებრივი კატასტროფებისგან. და თქვენც გემშვიდობებით.